გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ჩემს ამდილანდელ პოსტს, რომელიც Facebook-ის გვერდზე დავდები, სადაც პატივცემული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ყველა დროის პროპკა, ყველა დროის მომრგები ადამიანი ამბობს სამძიმარს მის მეგობარზე, ცნობილ კინო რეჟისორზე, ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებით და გასაგებია, რომ ადამიანი გარდაიცვალა და გარდაიცვალა დიდი ხელოვანი იყო. ნამდვილად დიდი კინო რეჟისორი იყო. უამრავი კარგი ფილმი აქვს გადაღებული, შეტანილი აქვს წვრილი ქართული კულტურის განვითარებაში უდაოდ. ამას ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ ეს დიდი ხელოვანობა და დიდი რა ქვია, რომელიმე საქმის დიდი ცოდნეობა და სპეციალისტობა, რამე საქმის დიდ ადამიანობას და დიდ ქართველობას როდისმერე ნიშნავდა ერთი რა. გასაგებია, ახლა ადამიანი გარდაცვლილია, ჯერ მიწას არაა მიბარებული და უხერხულია ამ თემაზე საუბარი, ამიტომ ვისაც დააკლდა ოჯახს, დააკლდა მის მეგობრებს და გასაგებია, რომ დიდი ხელოვანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს დიდ ქართველობასთან რა შეხება ქონდა ელდარ შენგელაიას, ან რა შეხება აქვს აი ამ ძაღლიშვილ იმას რა ქვია გოგა ხუინდრავას და აი ამ კატეგორია წითელი ინტელიგენციას შეიძლება ვინმე გამცეს პასუხი? გუშინ ახალგაზრდა ბიჭი იყო 98 წელსაო დაბადებული და არ ვიციო, ერთ ლაივში მომწერა მართლა პუჩისტი იყო. დიახ, მართლა პუჩისტი იყო. მერე? მართლა პუჩისტი იყო. პუჩისტი კი არ იყო ისეთი ელდარ შენგელაია, ასე რომ ვთქვათ, შემთხვევით და უბრალოდ მოწინააღმდეგე სიტყვით. საქმით, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძმათა მკვლელობაში, სადაც ქართველს ტყვიას ესროდა, სადაც კანონიერ ხელისუფლებას ანგრევდნენ, აქცევდნენ ისევე როგორც ბატონი ხუინდრავა. მე ჯერ არ შემხვდა საერთოდ რომელიმე ქართველი, რომელიც გოგა ხაინდრავაზე დადებითს ამბობს, რაღაცას კარგს ამბობს. ახლა ეს არის 9 მთავრობის ნაძირალა მათხოვარი, რომელიც მოერგო ყველა მთავრობას, ერთადერთი ვისაც ვერ მოერგო ზვიადგამსახურდია იყო და ამ ნაბიჭვარმა ამან ქართველი მებრძოლი ბიჭი ინდიაშვილი დაათრო საძიზე წამალი დაალევია და სეპარატისტებს ჩააბარა და დააწვევია ხეზე. ცოცხლად. და მე ეს დამწვარი კადრები გააშუქა ისე როგორც თურმე ისა რა ქვია ქართველებმა 20 კაცი დაიჭირეს და დაწვეს. აი ესა გოგა ხაინდრავა. იმ სხვა ყველაფერ ნაძირლობასთან და ვირთხობასთან ერთად, რომელი ვირთხობაც ჩადენილი აქვს ქართველი ერის და საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლებაშია ნიჭი აქვს, რომ როგორ შეეტენოს და შეუძროს ყველა რეჟიმებს. თუმცა ეს რეჟიმი ყველა ერთი რეჟიმი არის. ყველა ერთი რეჟიმი არის 92 წლიდან მოყოლებული. რა გინდათ, ბიჭო, ესე იგი რა და ეს ზოგიერთი გამправებელი რომ გამომივიდა და იქ დამიწერეს კომენტარებში რაღაცები ამას როგორ ამბობ, ეს როგორი ქრისტიანულია, ჩემ ქრისტიანობას და ჩემ ქართველობას რო ეხებით. ეს რა ქრისტიანულია, რაც ამ ნაგავს აქვს ჩადენილი. და რაც პუჩისტმა წითელმა ინტელიგენციამ ჩაიდინა ქართველი ერის მიმართებაში, რომელსაც მოუკლა მომავალი და რომელსაც გაუნადგურა ყველაფერი. კი კაბიძეს პუჩისტი იყო. რა ვალი გვაქვს ჩვენ უბრალო ქართველებს აი ამ ნაბიჭვარი ადამიანის და ყველა ამ ნაძირლების, რომლებმაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ესროლეს. იმისთვის, რომ თავისი ვიგოდა მიეღოთ. ის კი არა, რომ მართლა იდეური მოწინააღმდეგეები იყო. დაავალეს კრემლიდან და გააკეთეს. ზოგს დასავლეთიდან დაავალეს. რა ვქნათ ახლა ჩვენ ამ ყველა რეჟიმის განდონებს, რომლებიც მოერგენ და ახლა რომ ლანძღავს ნაციონალურ მოძრაობას, ვინმეს არ დაავიწყდეს, რომ ეს ნაბიჭვარი, ეს ახვარი ნაციონალური მოძრაობის მინისტრი იყო.
მაშინ არ იყო ცუდი სააკაშვილი. მე გადადგა თურმე და მე ხო ერთვენ ჭალაცა რო აერია. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რა. აი დიდი ხელოვანი არ ნიშნავს იყოს დიდი პიროვნება. და მე მიმეფურთხებია აბსოლუტურად ეგრეთ წითელი ინტელიგენცია ზუსტად ნახსენები. ცხონებული ზვიადგამსახურდიას პერიოდში. მე მიმეფურთხებია ყველასთვის. ყველა ნაძირალა და მათხოვარი იყო, ვინც დაუპირისპირდა იმ ხელისუფლებას. კანონიერად ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. რა ვქნათ ახლა? ჩავიცვათ, შავები გადავიცვათ? აი ახლა მიდიხართ ნელ-ნელა, ყველას მოუწევს ადრე თუ გვიან სიკვდილი და ვინ რა სახელით წავა ამ ქვეყნიდან? ისე უნდა იყოს ყველაფერი. იტყვიან იმაზე ნორმალური ქართველი კი დიდი რეჟისორი იყო, მაგრამ დიდი ქართველი და დიდი ადამიანი იყო, ამას ნამდვილად არ იტყვიან. როგორ შეიძლება ადამიანს უწოდოთ დიდი ქართველი, რომელმაც თავის კანონიერ ხელისუფლებას და ქართველს ებრძოლა და ესროლა. ტყვია ესროლა. და მომავალ თაობას მოუკლა ისა რა ქვია. მომავალი. რომელი ერთი ნაბიჭვარი გინდა თქვენ იმ წითელი ინტელიგენციის დღემდე არ ეგდოს ხელისუფლებაში. დღემდე ან თვითონ ან მისი უჯიშე შვილები. აი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეგრეთ წოდებული. ჩიჩილაკა. ვისი ვაჟკაცია? მამამისი ნაძირალა მათხოვარი ჯერ კიდე სოცხალია. აი ეგეთებს საერთოდ დღანს ცოცხლობენ. გულთან არაფერი მიაქვს და ყველაფერს იკეთებს სარგებლობენ ამ ცხოვრებისეულიდან და ახლა მაგას რა ქართველი ერის დარდი დააძინებს, არ დააძინებს ღამე თუ ცოდვები სამშობლოს მიმართ ჩადენილი. პუჩისტის შვილია. თუ სადმე ერთი საპუჩისტეთი იყო, თუ სადმე ერთი სანაბოზრეთი იყო, სადედამოწყლნეთი იყო, ყველა უჭერდა მხარს ივანიშვილს, იმიტომ რომ ივანიშვილმა იყიდა ესენი და ჩაისვა ჯიბეში. კი. და ეს თურმე ჩვენ უნდა ყოფილიყავით მადლიერი, რომ იყიდა ეს წითელი ინტელიგენცია. წითელი ინტელიგენცია, სადაა ის რა ქვია? რაღაც ფულები შემოკლებია ბოლო დროს. აი მას ჩემი კუკარაჩა გახსოვთ მე რომ კუკარაჩა გადავიღე ქეთიდოლიძეს. მე რომ კუკარაჩა გადავიღე და ნახევარი მას თბილის სოფლელებს რო ეძახდა. კი, მახსოვს შენი კუკარაჩა და ისიც მახსოვს შენ ვის გამგვანებ იმ კუკარაჩაში. იმ მურტალოს ბებერი ბოზი რო იყო საყვარელი. ჯუგნა, აი იმას მაგონებ. ქეთიდოლიძე. და ყველა მისი ტაშის მკვლელები. ამათ როგორი ისაქვთ, იცი ფორმირებული აზროვნება? ამათ მთელი თავისი დამპალი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ, უნდა იცოცხლონ სახელმწიფოს ხარჯზე, ერის ხარჯზე, უნდა გაუგონ მისი ქვეყანა აბსოლუტურად ყველას ფეხქვეშ, თვითონ უნდა მოჯდენ კარგად. აი ის მოიპარონ, ეს გაძარცვონ 1000 ჯერ ქვეყანა გაყიდონ და მე როცა ჩაძაღლდებიან. მერეც უკვე ისი კაიკაცის სახელით უნდა დამარხო, ვერ დაიმარხებით თქვენ კაიკაცის სახელით. თქვენ დაიმარხებით იმ სახელით, რამ სახელითაც გიცხოვრიათ. ვერ დაიმარხებით, არ ხდება ასე. და ხუინდრავა შენ ერთ-ერთი კანდიდატი ხარ მაგისი, როცა ჩაძაღლდები ეზოში, სახში, ეზოში. აფხაზები რო აკეთებდნენ ესე, ხო იცი, მაგრამ აფხაზები სხვა მიზნით აკეთებდნენ თავის ეზოში დამარხვას. იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ მე რო აქ დავიმარხებიო, ეზოშიო, ჩემი შვილიო, ამ სახკარს არ გაყიდისო და იმიტომ იმარხებოდნენ თავის ეზოში. და თქვენ შევარდნაძესავით თქვენს ეზოებში უნდა დაიმარხოთ. როგორც დიდი მსოფლიო დონის პოლიტიკოსი თქვენი მამა და მარჩენალი. ედვარდ ამბროსისძე დაიმარხა, პოლიცია რო ადგას თავზე და რო იცავს რომ ვინმე არ ამოთხაროს. მონანიება ყველასა გაქვთ ნანახი და იცით როგორ ხდება რომ არ აყენებენ საკუთარ საფლავებზე, იმაში რა ქვია, საფლავებში მიცვალებულებს. ან ვიდეო კამერებს ამონტაჟებენ მე სასაფლაოებზე, იმიტომ რომ მიდიან და ზოგ-ზოგიერთი ისაქმებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მის საფლავზე. და გამომივა ახლა ეს გოგა ხუინდრავა და ეს მთელი სახუინდრავეთის ისა რა ქვია, გამრავებელი ქოცობა და ღმერთმა განათლოს რა მაგარი ადამიანი იყო. ვინ იყო მაგარი ადამიანი? აი ხა ამოგიხრეთ კადრებს, რომელ კადრებშიც ეგ ხაინდრავა, ქეთიდოლიძე, სხვა ესე ჩარკვიანი, სხვა მთელი ეს გულის ამრევის საზოგადოება დამდგარია წივის და კივის და ჩხივის და იმას იძახის, რა ქვია, დამხობას და დაქცევას და უბედურებას და პროვინციული ფაშიზმი და სამშობლოს გადარჩენაზე რო ზრუნავენ.
დააქციეს ქვეყანა და მე ერთმანეთის ტრაკებში იყვნენ შემძროლები და შემძროლები არიან ახლაც. და მოკვდებიან მაშინ თუ გაახსენდება ვინმეს. სწორი ხარ, ლექსო, აი თქვენ მოღალატეებს, თქვენ აი წითელ ინტელიგენციას ქართული მიწა საერთოდ არ მოგიღებს. არა ხარ თქვენ იმის ღირსი, რომ მშობლიურ მიწაზე დაიმარხოთ. იმიტომ რომ თქვენ ეს მიწა და ეს ხალხი გაყიდეთ. თქვენ ხართ გამყიდველები, თქვენ ხართ მოღალატეები. და ყველა ქოცი, ისევე როგორც ნაცი. იმ ნაცმა ხო ის ჩარეცხილები არიანო, ისინი ინტელიგენტო, იმას ეგონა ახალი თავისი ცისფერი ინტელიგენცია გამოზარდა, მაგრამ ეს ცისფერი ინტელიგენცია ჯერჯერობით იმ ძველ ნაბოზრებს ვერ გაუკაჩა და ამიტოს დაიღუპა სააკაშვილმა თავი, თორა სააკაშვილს რო ეჭმია ამ ეგრეთ წოდებული ინტელიგენციისთვის, თქვენ გენახათ სააკაშვილის ფასი რო არ ეყოლებოდა ამათ არავინ და არაფერი. მიეცა პულები და ეჭმია, მაგრამ სააკომა იფიქრა რომ მე ახალი გამოზარდეო და ამიტომ არიანო ეგენიო ჩარეცხილები. ძაღლი მიგაკვდა სულში. გოგა ხაინდრავა, როდესაც მოკვდები და როდესაც მიგაკვდება ძაღლები. შენაირი არაკაცი და შენაირი მათხოვარი ადამიანი საქართველოში საერთოდ არ უნდა დააბიჯებდეს. და მთელი ეს თქვენი საძმო და დობილობა. ზედ მიყოლებული ახლა ქეთოლიძე ვახსენე და ის რა ქვია ტაბურეტკას გოგო ის როგორ უნდა გამომრჩეს ის ლანა ღოღობერიძე ის ცოცხლად მოსიარულე ლეში ის ცოცხლად მოსიარულე ლეში ჯალათის მართლა ჯალათის ცოდვილიანი ჯალათის შვილი ის ნანი ბრეგვაძე ლოვერო გახდა ამ სიბერეში მეტრაკეების დამცველი დიდი წითელი ინტელიგენციის კაშკაშა ვარსკვლავი და საქართველოს მოყვარული. კი ბატონო, ჯანსუღ ჯარკვიანი, გიგალორ თქიფანიძე, ლიანა ისაკაძე, აი ამ ხალხს საქართველოში ეძახდნენ პატრიოტებს ეძახდნენ. და ის ნაგვებს, როგორი ნაგვებიც არიან ხელისუფლებაში, ამათ ეძახდნენ ავიცი ღვთისგან ბოძებულ გადმოგვიგდო ბიძინა ღმერთის გამოგზავნილებს. რომელთა ანალოგია არ არსებობს, რომელზეც ცუდის თქმა არ შეიძლება. როგორ შეიძლება ახლა გამოხტებიან ამას როგორ ამბობ? მე არაფერს ზედმეტს არ ვამატებ ადამიანმა როგორც იცხოვრა მისი ბიოგრაფიიდან მის ქმედებას, რომელმაც ჩემი ქვეყნის უშუალოდ ჩემი ოჯახის და 10,000-ობით და 100,000-ობით სხვა ქართველის ოჯახზე და საქართველოს შვილის ოჯახზე ნახა ასახვა ამათმა ნაცხოვრებმა და ასახვა ნახა ცუდად ბოროტად და უბედურებით და მე სიგნალის მერეც თურმე ესე იგი ვინმეზე რამის თქმის უფლებაც არ ამაქვს. ეს მაგარია რა. სიცოცხლეში დაგიქცევენ, გაგიყიდიან ქვეყანას და დიდი რეჟისორია და ესაა და ისაა და როგორ შეიძლება რამე თქვა? მოგდება შენ აზრს იტყვი მისი ბიოგრაფიიდან რაც დაუშავა ერს და ქვეყანას და შენ რა ქრისტიანი ხარ ამას როგორ ამბობ და მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს არ ამბობენ და ესე როგორ შეიძლება აქეთ მორალური პასუხისმგებლობა რო უნდათ აქ კიდო ეს ძალიან დიდი მორალის ხალხი ხარ თქვენ. ამიტომ მეტის ღირსი არის ჩვენი ქვეყანა. ეხლა ერთ ვიღაცას ამოუჭრია ჩემი ვიდეო, სადაც კალაძის და ივანიშვილის და ამათ მიმართ, იმიტომ რომ დემნა გვასალია და გათხოვილი კაცები და აჯილდოვა ბლომად და მილანძღები ვიგინები დადო მის გვერდზე და შემოსაული მთელი ეს ქოცები და ამათ რო კითხო რომ კაცები არიან. აშკაცები, ქოცი კაცია. როგორც ნაცი კაცი ვერ წარმომიდგენია, მე ისე ქოცი კაცი ვერ წარმომიდგენია და ამიხსნია და აუხსნი ყოველთვის, იმიტომ რომ კაცი ასაც ქვია, არც ქოცია და არც ნაცია, კაცია. რატო უნდა თქვა ნახევრად სიმართლე ქალბატონო დოდო რა არის ნახევრად სიმართლე სათქმელი? სიმართლე არის სიმართლე. ერთი რასაც ხედავ, რაც იყო ფაქტი. რასაც რო უგონებდე კიდე სხვა არის. ამათმა მოგვიკლეს ერთი ეროვნული პრეზიდენტი ვინც ყავდა, კანონიერად ხალხის არჩეული ხელისუფლება, დაგვიმხევეს, გაგვინადგურეს, წაგვართვეს მომავალი და ეხლა ჩვენ უნდა დავჯდეთ და როდესაც მოკვდებიან კიდე იქეთ უნდა სანთლები უნდა უნთოთ და ქრისტიანული შენდობები უნდა ვთხოვოთ. ასე დააჩმორეს, დააშტერეს ეს ხალხი.
დააშტერეს ეს ხალხი, ანუ კანდურებმა, არ ვიცი მე, კაკოიათა ბაგარის მსგავსმა კანდურებმა, რომ ვილოცოთ, გავძლიერდეთ ლოცვაში, ღმერთო და პუჩისტი მღვდლები, ხედრიონელები თავსებული. ხო არაფერი არის მოქმედეს, როგორ შეიძლება შვილო ჩემო. ის ეკლესიაც ჩართული იყო იმ პუჩში და უბედურებაში, ქართველი ერის მომავლის მოკლაში. ლომისრული აქვს და ვინმე ზამის უგონებ. ასე არისო? ხო. და მე არ გვაჯერებდნენ ეს ცოცხალი წმინდანი და ეს და ამას რატო ამბობ შენ? ამათი ქრისტიანობა ესა. ამათი ქრისტიანობა არის ეს. თავზე უნდა დაგასაქმონ. სამშობლო უნდა გაგიყიდონ, დაგანადგურონ, თვითონ უნდა იცხოვრონ კარგად. შენ და მთელმა ერმა უნდა იცხოვროს გაჭირვებით, გაღატაკებით, გამწარებით და მე როდესაც მიდგება საქმეზე, შენ ამის თქმის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ეს არაქრისტიანულია და აი რა მოწად მამაოს მოსვენა მიყვარ მე ხედრიონელ მამაოსთან და ხედრიონელი მამაოსი გაგლეჯილ კაიფში გეტყვის, "ო, შვილო, ჩემო, მამალი ხარ" და თუ ამ მამაოების ის ქმედებაზე დიდი ჯულის კანონი ახსენე, რომელიც საეკლესიო სასამართლოს წარმოადგენს, აუ შენ ვინა ხარ ბიჭო, ეს რეებს ამბობ, რომ ჯულის კანონი საერთოდ საითა. ხო და რატო ამბობდი ახლა ამას? ვიღაცას ამოუჭრია ვიდეო, არ ვიცი. არც მაინტერესებს ვინა, დაუდევს იქ სადაც ვილანძღები, ვიგინები. რა თქმა უნდა, ემოციებში ვარ და იმიტომ არ მიმაჩნია სწორად, რა დროც არ უნდა იყოს და რა დროშიც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. აი ისეთი მეტრაკეები, გათხოვილი კაცები დააჯილდოოს ისეთი ქალაქის საპატიო თბილისელებად, რომელსაც 100,000 მოწამე ყავს. და სადაც თბილისელობა ვაშკაცობის, ესა რა ქვია, ღირსების, კაცმოყვარეობის, ძმობის და რა ვიცი, წოდება იყო ნამდვილად. და გაბრაზებული ადამიანი ამაზე იგინები, ილანძღები და ამ რეჟიმს და ვინც ამას აკეთებს, იმას ახსენებს და ამას გამოდიან და შენ გლანძღავენ და შენ გეჩხუბებიან და მერე წავლიან სუფრაზე და კაცობის ადგილგზელოს დალევენ. მე გეიქცევიან ეკლესიაში და კელაპტრებს დაიკავებენ ხელში. და შენ რატო ამბობ ამას? და რო ეუბნები, ბიჭო, პიდარას რო მიჯილდოვებ იმათ, რა ქვია, კაცად, საპატიო კაცად, ამიტომ გაგინებ, იმიტომ რომ ღირსი ხარ. იმიტომ რომ ღირსი ხარ, აი ამიტომ გაგინებ. ამაზე პასუხი არ აქვს. მაგრამ სვერტლე გითხრათ. ახლა ხანდახან ვიცი თქვა უკნიდან განათლება თქვა და უკნიდან განათლებულები თქვა და მალხაზ გველუკაშვილის ლექციიდან ამონაჭერი დავდები ახლა ჩემს YouTube არხზე. იმიტომ რომ ზუსტად შეეფერება ესეთ ტერმინს, რასაც ქვია უკნიდან განათლებული. და ეს დიდი პიროვნება ხსნის ჩვენი ერის არსებობის მანძილზე ერის საუკეთესო ნაწილს როგორ უწოდებდნენ. და ამბობს, რომ აი ძველი საქართველო რო იყო, აი სულ ძველი საქართველო რო იყო, მაშინო ყველაზე ესეთიო ადამიანიო კაციო საქართველოშიო იწოდებოდაო აი ბრძენი კაცისო სტატუსი იყო ყველაზე ესეთი ერშიო, ყველაზე მაღალ დონეზე მყოფის ადამიანისო. მე რო ბევრი მტერი გაგვიჩდაო და ომები იყო ქვეყანაშიო და საუკეთესო კაციო ერშიო იწოდებოდაო გულიანი კაციო, ვაშკაცი, მებრძოლი, მეომარი კაციო და აი გულიანი ქართველიო რა. ჩაუქობით, ვაშკაცობითო და გულიანი კაციო რა. ასე ესეთი კაცი იყო იმ პერიოდის საქართველოსიო მისათითებელი. მე როდესაც დამოუკიდებლობა დავკარგეთ ასე და ყარაჩოღელების ეპოქა რო დადგაო, მაშინ სახელმწიფო დაკარგული ჰქონდა და ესეთი პერიოდი იდგა, რომ ყარაჩოღელების აქა-იქ შემორჩენილი ვაშკაცობის დაფასებაზე იცოდენოთ, ხო? აი ყვერიანი კაცი არისო რა, ყვერიანი კაცი არისო. აი არაო, ახლა იმ ეპოქამო და
მოვიდაო რა ეს ეპოქაო რომელ ეპოქაში ცხოვრობთო და ახლაო აი ესეთი აი ძლიერი კაცისო ტერმინი არისო ტრაკიანი კაცი და აი ტრაკიანი კაციო დღესო საქართველოსიო მაგარ კაცად ითვლებაო და მართალი არის ბატონი მალხაზი ნამდვილად ის საქართველო არის სადაც ტრაკიანი კაცების ეპოქა არის რა და ალბათ ტრაკიანი კაცების ეპოქაში დაჯილდოვებული მეტრაკე აბსოლუტურად ლოგიკური არის და აბსოლუტურად მისაღები არის და აბსოლუტურად ნორმალური არის ამიტომ ეს ტრაკიანი კაცები შენაერ ადამიანს რომელიც ამ ყველაფრის მიმართ მიუღებელი ხარ და ეს ყველაფერი გახსოვს და თეთრი რას ნიშნავს, შავი რას ნიშნავს, წითელი რას ნიშნავს, მწვანე რას ნიშნავს, შავი რას ნიშნავს, LGBT რას ნიშნავს და ეგეთ რაღაცები რას ნიშნავს, შენს მიმართებაში რა თქმა უნდა აგრესიას გამოიჩენენ. დიახ, ეს ტერმინი ჩემი მოგონილი არის, ქალბატონო, უკნიდან განათლებულები და ნამდვილად უკნიდან განათლებულებს იული საქმე არა უკნიდან განათლება, იმიტომ რომ ადამიანი უნდა გადაფორმატდეს. უნდა შეიცვალოს და ყველაფერს უკუღმა და გაუკუღმართებული თვალით უნდა უყუროს. და ასევე უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი. ამიტომ ტრაკიანი კაცების ეპოქაში გასაგები არის, რომ დემნა გვასალიას საპატიო თბილისელის ორდენი აქვს, ამ თვალით თუ შევხედავთ, მისი დამჯილდოებელიც არმანის ნიფხავში გამოწყობილი ვაშკაცი თავისთავად უყვარს საზოგადოებას და ახლა დედრიონს თუ გადავხედავთ, ამ დედრიონში ბაია პატარაია და ორგანიზაცია ფუჩუს დამფუძნებელიც ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული და ამ საზოგადოებაში გოგა ხუინდრა ვაგნერი არის და ბიძინა ივანიშვილი წმინდანი არის და ეს რა ქვია, ეს მთელი პუჩისტი ინტელიგენცია ელიტა არის, რა თქმა უნდა. ახლა შალვა რამიშვილი ჟურნალისტია და გასაგებია რა, ახლა ეს თუ არ გინდა ამ ყველაფრის მიღება ეს შენი პრობლემაა თუ არა, საზოგადოების პრობლემა კი არ არის. საზოგადოება ამას პრობლემად არ აღიქვამს. საზოგადოება ამას პრობლემად რო აღიქვამდეს, მაშინ ეს ტრაკიანი კაცები ასე ვერ გაჯიჯილდებოდნენ. სამწუხაროდ ტრაკისკენ წავიდა საქმე, ტრაკიანი კაცები არიან ქვეყნის მმართველები და მისი გამპრავებლები კიდე და მათი მადიდებლები ვერაფრით ვერ იქნებიან კარგი. მეც ტყილა უბრალოდ მწყდება გული ხანდახან, იმიტომ რომ გონებით ვაცნობიერებ რა საზოგადოებასთან ამაქვს შეხება და ძალიან კარგად ვიცი ეს რა ქვია რას არ მოადგენს დღევანდელი ქართული საზოგადოება, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. ესაა პრობლემა და ამიტომ აქვს რეაქცია თუ არა. ის გიორგი გაბუნიაც დიდი ტრაკიანი კაცია. კი. ის შენ არ იცი ჩემოლაშა კიდე რადონის ჩამოყალიბებული ფალოსია. აი ის კიდე არ იცი შენ ჩემოზმაო, ის გენიოსია. ის ტრაკის მიცემის გენიოსი არის. იშვიათი. ქონია შეხება, პირადი შეხება. ვირთხა სუფთ, არა კაცი. ამის თქმა მინდოდა რა. მოგვეცით რა, ადამიანებს უფლება ყველას მიმართ კონდეს ისეთი დამოკიდებულება, როგორი დამოკიდებულებაც გვინდა რომ კონდეს და მიგვაჩნია სწორად. მოგვეცით უფლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მით უმეტეს, როდესაც ამ ჩვენ დამოკიდებულებას და ამ ჩვენ აზრს გააჩნია, როგორც სამართლის ენაში არსებობს ურყევი მტკიცებულებები და ურყევი ალიბი და მსგავსი რაღაცეები, იმიტომ რომ მათი ბიოგრაფია და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ქართველი ერის მიმართ ეს არც ისე შორსაა მომხდარი და ჩვენს გვახსოვს ინტერნეტის არქივებსაც ახსოვს და გაზეთების არქივებსაც ახსოვს და ტელევიზიის არქივებსაც ახსოვს.
ჩემო ძმაო, კაცის მნიშვნელობა ამათმა რო იცოდნენ, რას ნიშნავს? კაცის მნიშვნელობა რო იცოდნენ, მაშინ უნდა იცოდნენ ქალის მნიშვნელობაც. ამათ მდედრი და მამრი კაცებში და ქალებში ერევათ. ამიტოა ნათქვამი, ბევრსა კაცსა კაცი ქვია, ბევრსა კაცსა კაც უნაო, ზოგ დედაკაც, ზოგსაც დედაკაც უნაო. ეგა ხუინდრავა რო იქნება ქვეყანაში, აზრის საკითხავი პიროვნება და ხუინდრავა რო იქნება ქართული პოლიტიკის შემოქმედი მამა და ხუინდრავი ჩები და ესენი უკეთეს მე ვერ ველოდები. არც იმსახურებს ეს საზოგადოება. და როდესაც გამოხვალ ადამიანი და ამაზე გამოხატავ პროტესტს და ამის გამო შენ რო შემოგიხდებიან ტრაკიანი კაცები და ლანძღვაგინებას დაგიწერენ შენ რო გნახავ ასე გიზამ კიდე ერთხელ გეუბნებით მისამართს იქაც გიწერთ და გეუბნებით ასე რაფერ გაგიჭირდათ ბიძინას მონებს ასე რაფერ გაგიჭირდათ კალაძის მონებს ასე რაფერ გაგიჭირდათ ქოცებს რომ 1000 ლარი თქვენი პარტიის ბიუჯეტიდან აიღეთ ჩამოდით მისამართს გწერთ ქალაქს წერთ დებარეობას წერთ და მნახეთ ძალიან დიდი სურვილი მაქვს არც ერთი არ მოდიხართ და აბა მელოდეთ მაშინ მე როცა ჩამოვალ და მე მეგნახავთ იმიტომ რომ ამერი უტრაგო ყარაჩოღელები ხართ თქვენ ასე რომ ყველას მოეთხოვება ზოგს სიცოცხლეში მოეთხოვება და სიცოცხლე გაუმწარდება და აქ თუ არა იქ მოთხოვს მე ბარეორს უფალი მაგრამ აი კაცის სახელით ვერ დაიმარხებით გაიგეთ შეიძლება დიდი ხელოვანის და დიდი რეჟისორის სახელით დაიმარხოთ მაგრამ აი კაცის სახელით ვერ დაიმარხებით რა არა ხარ თქვენ კაი კაცი ასე მოგიწევ შენს ხუინდრავა შენს ასე მოგიწევს და მიმფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის რომელი ქართველიც ამათი დიდი ქართველობით ამაყობს ტრაკიანი კაცების ეპოქაა და აბარა იქ რომელი და ელდარ შენგელაია ჩემო ძმაო ელდარ შენგელაია სადაც პირდაპირ არსებობს არქივი როდესაც ზვიადგამსახურდია ყვება როგორ გაიტაცეს კრიმინალებმა წაართვეს ადამიანს მანქანა და დაკითხვაზე მიიყვანეს ამასთან ხაინდრავასთან და ელდარ შენგელაიასთან და ამათთან და როგორ კრიმინალური ინტელიგენციის საზოგადოება რომელიც ებრძოდა იმ დროის კანონიერ ხელისუფლებას და თუ ვინმეს დაავიწყდა შემიძლია ჩვეულებრივად არქივი გავახსენო. გამიწყეთ ახლა რომ ეს არაა ქრისტიანული და არა სწორი და ასე არა და ისე აბა როგორა აბა როდის უნდა თქვა. აბა როდის უნდა თქვა. გაჩუნდი ღმერთი და აქ პოლიტიკოსები პუჩისტები მუხდლები პუჩისტები ხალხი მონა ჩმორი მასა ტრაკიანი კაცების მონები და გამправებლები რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანთან ღირსია კი რო ეშველოს იმ საზოგადოების დედა შევეცი სადაც გოგა ხაინდრავა კაცად მიაჩნია და ადამიანად მიაჩნია წაერ და ყველა ეს ზაღლიშვილი და ყველა ეს ბოზიშვილი ვინც არიან ეს წითელი ინტელიგენციის ხალხი დღეს კიდე ვინმე იმას რა ქვია ეუბნიან კი ბატონო საპატრიარქოს პუჩში ჩართული და პატრიარქიც უშუალოდ თვითონ კი ბატონო წინააღმდეგი იყო ზვიადგამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის ახალ რამეს მე არ ვამბობ და არ ვარ მე სექტანტიზმით შეპყრობილი ადამიანი რომ ამის თქმა არ შეიძლება ხო არ შეიძლება ამის თქმა როგორ შეიძლება რატო არ შეიძლება იცი პუჩისტები არიან სათავეში აბა ზვიადგამსახურდიას რამეს რო იტყვი საფლავში არ აყენებენ ზვიადი არა მკვდარი ზვიად საფლავში რო არ აყენებ და 1000 ბინძურეს რო აბრალებთ ზვიადი არა მკვდარი მაგაზე რატო არა გაქვთ განცდა რომ მკვდარია ადამიანი ამოჭრან მაგათ დედა შევეცი ერთი კაც თუ არ ამოჭრან კიდე რა ახლა სტალინზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი სტალინის მიწაში არ აყენებენ და იგენი არა მკვდარი ვინც ამათთვის მიუღებელია ისინი არა გარდაცვლილები თუ იმაზე არ ვრცელდება თქვენი მორალური კანონი შენგელაიები იმას რო იძახობდნენ რომ ზვიადგამსახურდია იყო მკვლელი ფაშისტი უბედური და ასე შემდეგ
რა გადამრევ ზურა რა ჩემო ძმაო რა გადამრევ ვის ეძიებიან ვინ უნდა მოძებნო ჩემ შვილს ხო არ დავსჯიო ხო ხარ ნაყურები კატადალო ჩემ შვილს ხო არ დავსჯიო კაცო როგორ შეიძლება თავის დანაშაული გამოიძიო არ ვიწევ ჩემო ბადრი არ ვიწევ ნამდვილად არ ვიწევ ძმაო დუელში და ასე ღორებთან მე კორიდაზე არ გავდივარ მაგრამ როდესაც იბრიქებიან და ვითომ რაღაცად გონია თავი და სადახარ ტელეფონის ნომერი მომწერე ეს ვაძლევ მის ამას და არ ჩანან და იმასაც ვეუბნები ბილეთს მიაგიღებ თქო მე იკარგებიან და ესა მაგათ ტრაგიანი კაცო ურჯამა მაგარი ქონდათ გაშლილი ძმაო შობას აღნიშნავდნენ და ზვიადის დამხობაზე ტაშპანდური ქონდათ გამართული. ახლა მოგდნენ და ახლა თურმე მე უნდა ვიტირო. კიდო კაი დალოცვილი სიკვდილი როა თუ არა ამ ბუზიშვილებს შენ მოიწოლებდი მთელი ცხოვრება? გაგა ელემენტარულ სკეპტი ძმაო იქნება მაგაზე ოფიციალურად პასუხიც იქნება შეცვლილი და გატანილი, მაგრამ ვინ დადგება გვერდში წეხან მომბობდი მისი არ იყოს. ახლა წინასწარ ვიცით რომ ეგ არ იქნება. ვიყავ მე საპატრიარქოში მისული. დავდებ ერთი მაგ კადრებს გავიხსენებ ერთი. აი ხვალისთვის დავდებ ერთი მაგ კადრებს რა. მოვიძებნი და დავდებ. და გარეჯის საქმეზე არ გამოყვეს ცხვირი გარეთ. წერილიც დაუტოვეთ, ყველაფერი დაუტოვეთ, პასუხი არ გაგვცეს. ვინ დადგება ჩვენ გვერდ? უჩისტები? ან დღევანდელ საქართველოში რისი იმედი უნდა ჰქონდეს? აგერ თურმე ოფისის ქირაობას აპირებდნენ ქართველთა დიდი გაერთიანების წევრები და მივიდნენ თურმე და ვიღაცა კოცის ყოფილა ის ფართი, აბა ვის იქნება, კოცის იქნება, ან ნაცის იქნება და ვინა ხართო, რა ხართო, კაცო? რა ხალხი ხართო, ვის უნდა მივაქირავოთო და ასეო ეს ადამიანები არიანო და ერმილენემსაძე იქანი არისო, მილიონი რომ მომცეთო რა მოგაქირავებთო ფარსო და ჭაბუკაშვილზეც კიდე. ასე ქონიათ ახლა ხოცები ფარს მოგვაქირავებდნენ ჩვენ იმისთვის რომ შევიკრიბოთ, რამე გავაკეთოთ. აი ესეთი ნაძირლები არიან, ესეთი ვირთხები არიან ჩემო ძმაო. ვინ დადგება ჩვენ გვერდით? ჩვენ გვერდით თუ დადგება ისევე ჩვენაირი ადამიანები, უბრალო პატიოსანი ადამიანები. რომელსაც ქვეყნის სიკეთე უნდა და მაგათ უნდა ბიძინას სიკეთე და თავის საკუთარი ქონების სიკეთე. როგორც ერს ისე ბერს. იმიტომ არის შეიძლება. ეს ქვეყანა ცოდვებიდან უნდა გაიწმინდოს, ეს არაფერი არ არის. რაც მოხდა. ხო ახლა მეუფე იაკობს კალაშნიკოვის ხმარება რავა დაავიწყდება, ჩემო ძმაო, ძველი ხედრი ორენელია, მაგრამ რა მინდა გითხრა იცი? მღვდლებმა ადრე იცოდნენ იარაღის მოხმარება. და აი მარაბდის ბრძოლაში კათოლიკოსები და ისინი დაიღუპნენ, რა ქვია. ეპისკოპოსები. იმ კალაშნიკოვს ვის მიმართ მიატრიალებ? იმაშია საკ. შენი ერის და შენი ხალხის და სიმართლის მიმართ რომ მიატრიალებ იმ კალაშნიკოვს და მე მღვდლად დააჯდები იმ ხალხს თავზე და სიწმინდეზე ელაპარაკები ძმაო, გაგლეჯილ კაიფში. ეს არა სწორი საქციელი. ნუ მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა და მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ნუ მომთხოვთ შეცოდებას და დიდი ესე რომ ვთქვათ ქრისტიანობის გამოვლენას, იმიტომ რომ ჯერთი ქრისტეს არასდროს არ უთქვია ის რომ კი თქვა გიყვარდეს მტერი შენიო და პირადი მტერი კი ბატონო შეიძლება შეიყვარო, მაგრამ გიყვარდეს ერის და ქვეყნის მტერიო, ასეთი რამე ქრისტეს პირიდან არ წამოსულა და ერთადერთხელ როდესაც ქრისტე ჩავარდა მრისხანებაში, ეს იყო როდესაც იაკობას და ამასნაირი რა ქვია პეტრეცაავების და მუჯირების და საპატრიარქოში ჩაბუდებული ქვეწარმავლები რო არიან, იმნაირი მღვდლები რო გამოყარა იმიდან, რა ქვია, ეკლესიიდან მამაჩემის სახლიო სავაჭროებად გადამიქციეთო. გადაახვიე ჩემო ძმაო, მოусმინე და გეცოდინე.
ხო და ზაურ უნდა მოიკრიბოს ეს ხალხი და რაღაცა უნდა გამოვიდეს. კარგი, მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ხვინდრავას მოტრფიალეებთან. რა ვიცი, აბა დიდი ბოდიში თქვენთან თუ თქვენი ბილადი და თქვენი კუმირი და თქვენი ავტორიტეტი შეურაცხყვე.